საქართველოს საპარლამენტო რესპუბლიკა უნდა იყოს თუ საპრეზიდენტო? მე პირდაპირ გული დამეწვა რამდენიმე დღის წინ ერთ-ერთ პოლიტოლოგს ვუსმენდი, უცხოელს და უცებ აი ეს რო არ ველოდი, უცებ საქართველოს ახსენა, რომ აი საქართველოს მაგარითზე ხედავთ, რომ საპარლამენტო ქვეყანა რჩება დიქტატურა გახდესო. ძალიან გული დამწყდა რა კონტექსტში მოიხსენიებენ უკვე საქართველოს ამ სადამდე მივედით. მე მგონია, მე პირადად არ ვემხრობი საპარლამენტო რესპუბლიკას, საპარლამენტო წყობას დღევანდელ საქართველოში, თუმცა გადამწყვეტი ამთავარი განგონია, რომ დემოკრატიული იყო სახელმწიფო და ამ შემთხვევაში საპარლამენტო თუ საპრეზიდენტო ეგეთი მნიშვნელოვანი აღარ არის, თუმცა პატარა ქვეყნისთვის, რომელსაც რეფორმები აქვს შესაძლებელი, რომელსაც სჭირდება ნახტომები, როგორც ეკონომიკურად, ისე პოლიტიკურად ინსტიტუტების შექმნაში და ასე შემდეგ, საპარლამენტო წყობა მე არ მგონია შესაბამისი, მაგრამ ახლა ამაზე როგორც ჩანს გარკვეული კონსენსუსი არსებობს და ახლა ეს არ არის მთავარი საკითხი, რომელზეც უნდა ვიკამათოთ, თუმცა ზოგადად საპარლამენტო წყობა უფრო არის კარგი ქვეყნებისთვის, რომლებიც კონსერვაციაზე და უკვე მიღწეულის შენახვაზე არიან კონცენტრირებულები, ევროკავშირის ქვეყნები, რომლებსაც უკვე დააგროვეს დევალვაცია, რომელსაც უკვე აქვთ ბევრი მიღწევები და მათ არ სურთ რაც რადიკალურ ნაბიჯებს გადადგმა, იმიტომ რომ ისედაც ბევრი აქვს და ისედაც მუშაობს და მოდი რაც მუშაობს, ეხლა იმას ნუ შევაჯანჯღარებ და მარტივად ნუ გადავაკეთებ. ჩვენთან არაფერი არ მუშაობს, შესაბამისად ყველაფერი არის ასაწყობი, ასაშენებელი და ეს არის დინამიკური პროცესი. ეს არ ნიშნავს, რომ მიხეილ სააკაშვილის დროს რაც ულტრა საპრეზიდენტო რეჟიმი რაც ჰქონდა, როცა პრეზიდენტს ყველაფერი შეეძლო და პარლამენტის უფლებამოსილებები ძალიან შეზღუდული იყო და ხე კიდე საკითხავი არის კანონში რა წერა და რეალურად რა ხდებოდა, აბა შეწინააღმდეგებოდა ვინმე სააკაშვილს რამეში. ეს არ არის ნორმალური. ჩვენ გვჭირდება ძლიერი პარლამენტიც, თუმცა მე მგონია ჩვენ გვჭირდება პრეზიდენტი, რომელსაც ხალხი აირჩევს.